შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიყავს და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას. ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც წყრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განაეკლიდან ყურძენს კრეფენ, ან ბირკავადან ლეხს. ასე ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ვინც მეუბნება, უფალო, უფალო, ყველა როდი შევაცათ სასუფეველში. არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს. უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით არ უდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასაულს. მაშინ მე განვუცხადებ მათ, მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი დაეცა და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.